შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ჩანიშნული იყო 7 საათზე მელიქიშვილის გამზირზე კახი-კალაძის საარჩევნო შტაბთან უკვე დასრულებული აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა დროა რომ გადაინაცვლონ პროტესტის იმ ადგილას, სადაც ისინი 250 დღეზე მეტია უკვე დგანან და აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მოგვიყვებით ქრონოლოგიურად თუ რა ხდებოდა მთელი საღამოს განმავლობაში. მოქალაქეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გადმოინაცვლეს მელიქიშვილის გამზირზე 7 საათზე დაიწყეს მათ შეკრება, რა დროსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები მიდიოდნენ, უკვე შედიოდნენ შენობაში, სადაც კახი-კალაძემ შემდეგ ღონისძიება გამართა და გაახსნა საარჩევნო შტაბი. ამ მომენტშიც და გამოსვლის მომენტშიც პროტესტანტები, დემონსტრანტები ისინი ამკობდნენ შეძახილებით, საპროტესტო შეძახილებით და ეუბნებოდნენ, რომ ისინი ატარებენ რუსული გავლენის ინტერესებს და მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ პუტინის სახელით. ესმოდა შეძახილები მონებოც აქციის მონაწილეები თითოეულ ქართულ ოცნებას ქართული ოცნების წევრებს ახსენებდნენ სინდისის პატიმრების სახელებსაც და ეუბნებოდნენ, რომ მათი თავისუფლებისთვის ისინი ბრძოლას არ შეწყვეტდნენ. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ, როგორ დატოვა ქართული ოცნების და კახი-კალაძის საარჩევნო შტაბის შენობა ბექა ოდიშარიამ, ქართული ოცნების წევრმა. ის რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა ამ შენობაში, ზუსტად ვერ გაიგეს მოქალაქეებმა თუ რატომ იქცეოდა ის ასე და ზუსტად ამ დროს რამდენიმე მოქალაქე მას პროტესტის ნიშნად გაყვა და მასაც ზუსტად იმ შეძახილებით ამკობდნენ, რასაც გიყვებოდით, ახსენებდნენ სინდისის პატიმრებს, გაყავებულ მოქალაქეებს და ეუბნებოდნენ, რომ ისინი არ შეწყვეტდნენ ბრძოლას და აუცილებლად გაუშვებდნენ მათ თავიანთ ადგილას. ანუ რუსეთში ბექა ოდიშარიას ძალიან ბევრი პოლიციელი ჰყავდა გარშემო შემოხვეული და სწორედ ამის საფუძველზე დატოვა და ამ მომენტში დატოვა მან ტერიტორია, რადგან იცავდნენ მას, ასე ვთქვათ, და მიყვებოდნენ მანამ სანამ მანქანაში არ ჩასვეს. კითხვები, როგორც გითხარით, ეხებოდა ჟურნალისტების მხრიდანაც სინდისის პატიმრებს იმ პროტესტს, რომელიც ქვეყანაში უკვე 250 დღეზე მეტია მიმდინარეობს. ბექა ოდიშარიამ და ცხადია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი დატოვა ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემაც და თავად კახი-კალაძემაც და ეს ადამიანებიც გააცილეს იმ შეძახილებით, რომელიც რეალურად უკვე 250 დღეზე მეტია გვესმის და მოქალაქეების შეკრების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ეს პირისპირ ეთქვათ ის, რასაც ისინი ქართული ოცნების წინააღმდეგ ფიქრობდნენ. ბექა ოდიშარიაზე ასევე დავამატებთ იმასაც, რომ ბექა ოდიშარია აგრესიული იყო ჩვენს მიმართულებით და ჟურნალისტებს იმას შეურაცხყოფა მოგვაყენა. შეიძლება ითქვას, რომ გვაგინა კიდევაც რამდენჯერმე პოლიციას ამას ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირება არ ჰქონია, ისინი უბრალოდ აცილებდნენ ბექა ოდიშარიას და ალბათ იმაზე ზრუნავდნენ, რომ მოქალაქეებს მისთვის რაიმე ტიპის შეურაცხყოფა არ მიაყენებინათ. ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ სწორედ ეს დიალოგი ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს შორის პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. აი მაგსორე, დაიწერი და მამაშე წაუღე რა. ზანო დაქტო ხორია. სინდისის პატიმრების განაჩენის შემდეგ ბევრი მოქალაქე დემონსტრანტი შეიკრიბა მელიქიშვილის გამზირზე, მათ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს მიმდებარე ტერიტორია კახი-კალაძის საარჩევნო შტაბის და გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც 250 დღეზე მეტია უკვე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ დღევანდელ აქციაზე ბევრად მეტი ადამიანი არის გამოსული, რაც ჩვენ წინა დღეებში ვნახეთ და ისინი ამბობენ იმას, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პირიქით ახლა რეპრესიული მექანიზმები, რაც ქართული ოცნებისგან ვიხილეთ, ის რომ მიუსაჯეს რამდენიმე სინდისის პატიმარს უსამართლო განაჩენები აუცილებლად აწევს მუხს და საპროტესტო აქციები კიდევ და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.